პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმნიშვნელოვანესი კომიტეტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ჭორაობას არ უნდა იყოს აყოლილი და სამწუხაროა, რომ ბატონი ირაკლი სესიაშვილი ერთმანეთზე უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ერთის მხრივ ის ვერ გარკვეულა თუ რა განსხვავებაა უბლოკო სტატუსსა და ფაქტობრივ ნეიტრალიტეტს შორის, ხოლო მეორეს მხრივ ის ჭორებს აყოლილი აკეთებს განცხადებას, რომ თითქოს უბლოკო სტატუსთან და ბლოკთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით არსებობს რაღაც ურთიერთშეთანხმებული ერთობლივი განცხადებები ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერს შორის. მე ვფიქრობ, რომ ბატონი სესიაშვილი პირველ რიგში კარგად უნდა გაერკვეს უბლოკო სტატუსის არსში და არ უნდა გააკეთოს ის განცხადება, რომ თითქოს უბლოკო სტატუსის გამოცხადების საკითხი დამოკიდებულია ამ ქვეყნის მეზობლებთან. რაც არის აბსოლუტური ნონსენსი და მე მას ურჩევდი, რომ ამ საკითხში გასარკვევად მას მიემართა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქ მომუშავე ძალიან მაღალკვალიფიციური კადრებიდან გამომდინარე, ძალიან კვალიფიციურ განმარტებას მისცემდნენ. ხოლო მეორე შემთხვევაში მე მას ურჩევდი, რომ გაეკეთებინა ის განცხადებები, რომელიც დაკავშირებულია ბიუროს ჩავარდნასთან მიმართებით, ვინაიდან უკვე მეორეჯერ ბიუროზე ჩვენი საკითხის განხილვა დგება საფრთხის ქვეშ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამწუხაროდ ბიუროს ძალიან ბევრი წევრი ვერ ერკვევა იმ პროცედურაში, რომელსაც ითხოვს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, მას შემდეგ, რაც ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციური კანონის პროექტი უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით და ვითხოვთ პარლამენტისგან ძალიან მარტივ რამეს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურო, მას შემდეგ, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადაცეს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს ის საკითხი, რომელთაც მათ უნდა უზრუნველყონ ჩვენთვის შესაბამისი ბლანკის გაცემა, კაცრი აღრიცხვის ბლანკის გაცემა, რომელთაც ჩვენ დავიწყებთ 200,000 ხელმოწერის შეგროვებას და შეგროვებულ ხელმოწერებთან ერთად, სწორედაც რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე შევალთ პარლამენტში და ამ ხელმოწერებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საზოგადოების დაკვეთა ქვეყნის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მოვიყვანოთ სრულ სისრულეში.